გამიზანი აქვს ამ ყველაფრით ბიძინა ივანიშვილს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები სხვადასხვა მიმართულებით აკეთებენ აქცენტს, თუმცა ყველა სათქმელი საბოლოოდ არის ერთი, რომ ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკურმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ ქვეყანაში სრულად გააქროს განსხვავებული აზრი და წლობით გაუშვას ციხეში ისინი, ვინც უბრალოდ არ აღიარებენ ქართული ოცნების ხელისუფლებას. მათი შეფასებით ახლა არის ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ჯერი, თუმცა შესაძლოა სამომავლოდ ქართულმა ოცნებამ მიზანში ამოიღოს არასამთავრობო სექტორის, საბოლოოდ კრიტიკული მედია და ამ ფორმით შეეცადოს ქვეყანაში სრულად გააქროს თავისუფალი სიტყვა, რაც მას ასე აწუხებს. ამ ფონზე რას აპირებს ოპოზიცია? ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ახლა მთავარი გამოსავალი არის ერთიანობა. ივანიშვილის ეს ქმედება იყო პასუხი ევროკავშირის გაფართოების კომისიის დასკვნაზე, უმძიმეს დასკვნაზე, რომელიც მიიღო ივანიშვილმა. მან ეხა ჩათვალა, რომ უკან დახევის დრო კი არა, კიდევ უფრო მეტად შეტევაზე უნდა გადავიდეს და ხო რა ვიცი, პრაქტიკულად ბოლო ფაზაშია შეტევის რეჟიმი გადასული. ამის იქეთ არაფერი აღარ არის, ჩვენ არ ვცხოვრობთ გასული საუკუნის 30-იან წლებში, როცა მას პირდაპირ შეუძლია კედელთან მიაყენოს ადამიანები და დახვრიტოს. ეხლა მართლა დრო არის ძალიან მჭიდრო კოორდინაციის, ერთიანი დემოკრატიული ფრონტის შექმნის და მართლა ერთობით რეჟიმის წინააღმდეგ გალაშქრების, ერთობლივი ძალებით უნდა ვებრძოლოთ პროპაგანდას, ერთობლივი ძალებით უნდა მრავალფეროვანი პროტესტები უზრუნველყოთ ამ ქვეყანაში, ქუჩის საპროტესტო აქციებს გულისხმობ და ერთიანი რაღაცა კოორდინირებული მესიჯებით ველაპარაკოთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. ლოგიკური გაგრძელება არის ის, რომ პირდაპირ სისხლის სამართლებრივი დევნით ციხეში დალპობით დაემუქრა პოლიტიკურ სპექტრს და პოლიტიკა დაატყვევა. ლოგიკური პოლიტიკური გაგრძელება არის იმ ფიასკოსი, ჩემი აზრით, პიარულის, რომელიც განიცადა საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის პარტიის აკრძალვის სარჩელის სერიოზულობამ. საზოგადოებამ ეს არ მიიღო, ეს ფაქტია. საზოგადოებამ ეს აბსურდი, ეს მარაზმი არ მიიღო სერიოზულად, იმიტომ რომ არასერიოზულია და ივანიშვილმა მიმართა იმ ხალხს, რომელიც ახლა მოსკოვში ძალიან ნაცადია. არ ჭრის, რაღაცა ლეგალისტური გზები არ ჭრის, რაღაც პიარული შეტევა, მოდი გადავიდეთ დატვირთვაზე, დატყვევებაზე. რატო აკეთებს პუტინი და მისი მეხუთე კოლონა, მოღალატეთა კრიმინალთა ბანდა ამ ყველაფერს? რისთვის ჭირდება პოლიტიკური რეპრესიები, რისთვის ჭირდება პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, რიგითი პატრიოტების დევნა, შევიწროება, პოლიტიკური სისტემის კადიროვიზაცია და ლუკაშენკოს ბელორუსის დამსგავსება. იმისთვის, რაც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ მას ჭირდება ეს ქვეყანა, როგორც ტერიტორია, როგორც მისი შეპესე და ეს არის თავიდან ბოლომდე პუტინის გეგმაში, რომ ამ ქვეყანაში ადამიანებიც აღარ იყვნენ, ეს ქვეყანა დაიცალოს ქართული სულისკვეთებისგან. ქართული ოცნება ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს წლობით ციხეში მხოლოდ მათ მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე უშვებს და იმის საფუძველზე, რომ ოპოზიციონერები სთხოვდნენ დასავლელ პარტნიორებს ქართული ოცნების რეპრესიული პოლიტიკის შესაჩერებლად სანქციების დაწესებას და მაყურებელმა იცის, რომ სანქცირებულთა უმრავლესობას შეზღუდვები ადევს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი აწამებდნენ ადამიანებს და უკანონოდ უშვებდნენ ციხეში.